მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან ხას უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის მალეთებ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგაცნობთ, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო გასვლა კვირის ენერგიებზე, ანუ 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ვნახოთ და მოდით გავაკეთებ ერთ ვარიანტად, იმიტომ რომ მომეწონთ იყო ესეთი დაწერა ერთ-ერთმა მსმენელმა, რომ ერთ ვარიანტებზე აღარ აკეთებსა და მოდით აბა ვცადოთ ერთ ვარიანტზე როგორ გამოვა კვირის ენერგია და აუცილებლად გთხოვთ, რომ თუ არ შეწყვეტებით, დამიწერეთ რა გაშლები გინდათ, როგორი ფორმატი გირჩევნიათ, რომ თქვენთვისაც უფრო საინტერესო და ჩემთვისაც უფრო მარტივი იყოს ხოლმე გაშლებისთვის. მოდით ნახოთ, ეხლა ამ ეტაპზე რა ენერგიებია, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. მოდით ნახოთ აუცილებლად ფინანსური კუთხე. რა იქნება ფინანსებთან დაკავშირებით. ნახოთ პირადი, ხო? რა იქნება პირადთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვნახოთ რა იქნება ის მდგომარეობა, ის მოვლენა, რომელიც თქვენთვის იქნება სასიხარულო. და რას უნდა მოერიდოთ აუცილებლად, ესეც ნახოთ, ხო? რას უნდა მოერიდოთ? კარგი, ნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა ამ ეტაპზე. რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა არის, ცვლილებები, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვართ თუ არა ამაში დარწმუნებულები იქ რა დაგხვდება და როგორ იქნება სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდან, ხო? რაღაცა არის ის მომენტი და ის პერიოდი, როდესაც უნდა ყველაფერი, ავწონოთ, დავაბალანსოთ სიტუაცია და მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ გამოვიდეთ რაღაცა სიტუაციებიდან, ხო? ამ წუთას თქვენი ენერგიები, ეს არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ფინანსური კუთხით თუ თქვათ კარიერული კუთხით თუ პირადი ურთიერთობების მდგომარეობით, ეს არის მდგომარეობა, როდესაც უკვე ხვდებით, რომ ეხლა ამ ეტაპზე ვართ ცვლილებებში, გვინდა არ გვინდა, უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, არ ვიცით შეიძლება რა მოყვეს ამ ცვლილებას, მაგრამ მოვიდა დრო იმის, რომ ცვლილებები მოხდეს. ეს არის ეს მომენტი, ხო? აი უკვე არის ეს ხომ ესეთი მდგომარეობა, რომ ნებისმიერ რაღაცა მივყვებით სიტუაციას, მაგრამ სადღაც ბოლოს უკვე ხვდებით, რომ აი ამის იქეთ უკვე აღარაფერია და ჯუბია რაღაცა შეიცვალოს. თუ არ შეიცვლება, ესე გაგრძელებაც აღარ შეიძლება, ხო? რაღაც ეს მომენტი არის და აი აქ ზუსტად ამ პერიოდში ხართ ახლა ესე ვიტყოდი. მოდით ნახოთ აბა ფინანსური კუთხით რა ხდება. ფინანსური კუთხით ეს კვირა არ იქნება ძალიან ესეთი რო იტყვიან სასწაულად აქტიური, შეიძლება ითქვას რაც არის და ამას მივყვებით, მაგრამ ერთის მხრივ ის არის, რომ აქ უკვე ხვდებით, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება. აქ არის ის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ უკვე რაღაცა სიტუაციებს, აი შევქმნით, ხო, რაღაც ჩავდებთ და როგორც იტყვიან ხოლმე პატარა თესლის უნდა ჩაურგათ მიწაში, რომ მე ამოვიდეს ლამაზი ყვავილი, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. აქ დაიწყება ცვლილებების მდგომარეობა ფინანსური კუთხით, ეს იქნება რაღაცა შეიძლება სწავლის მხრივ რაღაც ახალი ვისწავლოთ იმისთვის, რომ მე გამოვიყენოთ, ხო? შესაძლებელია ვიღაცისთვის ცვლილება, ანუ გადასვლა სხვა სამსახურში, ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი ფინანსურად ცოტა ესეთი მომენტი არის, რაც გვაქვს უნდა გავუფრთხილდეთ იმას, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ისეთი ძალიან შემოსავლიანი პერიოდი, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის, თავარია მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემას, ანუ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ისეთ სიტუაციებს, როდესაც თქვათ რაღაცას ველოდებით, ხო? ველოდებით ტყუილად, იმიტომ რომ თუ არ ვიმოქმედე, არაფერიც არ შეიცვლება, ხო? თუ რაღაცა არ გავაკეთე, ესე ფინანსები არ მოვა, ხო? ჯერ უბრალოდ ვიჭდე სახში ტელევიზორს უყურო, აფიზიკურად გამორიცხულია მოვიდეს, ხო? რაღაცა უნდა გავაკეთოთ, სადღაც უნდა გავიდეთ, რაღაც უნდა მოვძებნოთ, მაგრამ აი ეს პერიოდი არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც რაღაცებს ჩავდებთ, ხო? ამ ყველაფერში, რომ საბოლოო ჯამში შედეგი იყოს ის, რაც გვინდა და რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აი ეს რაღაცა ცვლილებების პერიოდის კვირაა ფინანსური კუთხით. რაც შეეხება პირადთან დაკავშირებით,
პირათან დაკავშირებით, მოდით ესე ვთქვათ, აქ პირათან დაკავშირებით შეიძლება რაღაც ისეთი მდგომარეობა იყოს და ისეთი სიტუაცია გაიგოთ, რაც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო გახდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბალანს ნამდვილად დაიცავთ. ეს იქნება ცოტა ესეთი მე არ ვიცი როგორ გითხრათ, აი ეს კვირა შეიძლება ითქვას გარდამტეხი პერიოდი არის თქვენთვის ყველა კუთხით. აქეთ ფინანსური კუთხით, აქეთ პირათან, იმიტომაც ხართ ეთყობა რაღაცა ეს ცვლილებები ესე მარტივი ხო არ არის უცებ რაღაცა ავიქნიეთ ჯადოსნური ჯოხი და ცვლილებები დადგა ხო არა ეს არის დიდი პროცესი სადაც უნდა მოხდეს დაბალანსება, გადალაგება, გადაწყობა, ვთქვათ, თუნდაც მორგება და ასე შემდეგ ხო რაღაცა ბევრი ნიუანსისგან შედგება ეს ცვლილებები. აი პირად ურთიერთობაშიც არის ეს მომენტი. შეიძლება ითქვას რაღაცა ბალანსის დაცვა იქნება, მაგრამ ეს იქნება როგორი რაღაც იცით რომ თან რომ ვეძებთ ინფორმაციებს, შეიძლება ესე მკვეთრად არ მოქმედებთ, მაგრამ რაღაცას ვაანალიზებთ, რაღაცას ვფიქრობთ, ხო, ვინც ურთიერთობაში არის, იმათვის ის მომენტი არის, როდესაც აი გადაფასება რა ღირს კი ამ ურთიერთობის ესე გაგრძელება, თქვათ, რამე ხო არ შევცვალო, რამე ხო არ გავაკეთო, ვინც არ არის ურთიერთობაში ჯერჯერობით არ გითხრათ რომ რაღაც ისეთს აპირებთ ნამდვილად არა და არც არავინ ისეთი აქტიურობით არ იქნება, აქ უბრალოდ აი რო იტყვიან ჩახსნა ჩამოშორების მდგომარეობა, აი ბრძოლის მდგომარეობა, რომ დავალაგო ყველაფერი ისე როგორც მე მჭირდება, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის აქ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. ნახოთ აბა ერთი რა გაგახარებთ. ნახეთ რა გაგახარებთ, არის პირველი არკანი ამოვიდა კოშკის არკანი. ეს არის ნახეთ მდგომარეობა, როდესაც მე გამახარებს ის რომ დაიშლება ყველა ის პროგრამა, რომელიც აღარ მუშაობს ჩემთვის, ხო, ეს იქნება კარიერის კუთხით, ეს იქნება ფინანსების კუთხით, ეს იქნება პირადი ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ეს არის სასიხარულო ამბავი იმ კუთხით, რომ დაიშლება, გინდათ არ გინდათ ის, რაც უკვე აღარ გაძლევთ რესურსს დაიშლება. აქ სამი მაღალი არკანია, სხვათა შორის გახარებთ, აქ თქვენს პრინციპებს მიაქცევთ ყურადღებას, ეს იქნება მდგომარეობა, როდესაც ჩემი პრინციპები, ჩემი გეგმები, ჩემი თავის ბატონ პატრონი, ხო? თავისუფალი ვხდები, ხო? საკუთარი თავისუფალი ვხდები მე და ჩემი მიზნებისკენ მივდივარ, ხო? ჩემი სწრაფებისკენ, ჩემი ოცნებებისკენ. აი აქ ეს პერიოდი, აი ნახეთ, ამ კვირაში გაგახარებთ ის, რომ აი ის მომენტები, რაც გიშლით ხელს ფინანსურშიც და პირადშიც, რაღაცნაირად ჩამოიშლება, ჩამოირღვევა და დაიწყება თქვენი, ესე ვთქვათ, თქვენს მიერ როგორ ხედავთ და როგორი ხედვა გაქვთ და რა სურვილი გაქვთ, იმის მიხედვით დაალაგება ყველაფრის. ხო, ეს იქნება თქვენთვის სასიხარულო, რაღაცა აღმოჩენა, რაღაცა იმ სიახლის, რომელიც ოცნებას და რეალობას ძალიან მიაახლოვებს ერთმანეთთან და ფაქტიურად მიგიყვანთ თქვენს მიზნებამდე, ესე ვთქვათ. რას უნდა მოერიდოთ? აი ამ პერიოდში ნამდვილად უნდა მოერიდოთ ერთ ადგილზე გაჩერებას, რაღაცა ტკივილების არ გაშვებას, ხო? ნახეთ როგორი მომენტია, ეს არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება ძალიან ბევრი წკივა, ძალიან ცვლილებები და ესე გაშვება, თუნდაც ადამიანების, თუნდაც რაღაცა ცვლილება სამსახურის კუთხით, კარიერული კუთხით, ხო, არ არის მარტივი ხარ, როდესაც მორგებული ხარ კოლეგებთან, თქვათ, რაღაცნაირად იცი უკვე რა სიტუაცია, როგორ არის, ხო, ვიღაცასთან მეგობრობ, ვიღაცასთან რაღაცა სხვა ურთიერთობები ყალიბდება, თუნდაც პირადში ხარ, როდესაც ადამიანი გიყვარს და გააქვს ეს სიყვარულის გზნობები, ძალიან რთულია, ხო, ესე უცებ გაუშვა ადამიანი ან რაღაცა მარტივად შესაძლებელი ნამდვილად არ არის ცვლილებები, როდესაც ხდება რთულია, თუმცა ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა დასრულდეს, სხვა გზა არ არის. აქ უკვე გამორიცხულია, რომ არ დასრულდეს ეს პერიოდი, ცვლილებების პერიოდი და აქ თავარი რა არის, ისეთ ნახეთ, რაღაცა მინიმალურმა არ მიგიყვანოთ ისეთ კმაყოფილებამდე და ისეთ მომენტამდე, რომ თქვენი თავი არ დაიცვათ, ხო? აქ არ დაიცვათ ის თქვენი პოზიციები. ნახეთ, არის ხოლმე, როდესაც რაღაც პატარა
ნაბიჯს გადავდგავთ და მივიღებთ შედეგს. პატარა შედეგს, ხო, რა თქმა უნდა. და აი ამ პატარა შედეგით შეიძლება იმდენად კმაყოფილები დავრჩეთ, რომ საბოლოო ჯამში ის დიდი შედეგი, რაც უნდა მიგვეღო და მიზანი, სადაც უნდა მივსულიყავით, აი ის გამოგჩეს, ხო? იმიტომ რომ აქ რაღაცა მომენტში აი ამ კმაყოფილებამ წაგვიყო. აქ უმოქმედობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა. აქ აუცილებლად უნდა მოერიდოთ იმას, რომ საკუთარი პრინციპები არ გადაკახვევინან, ხო? დაიცვათ თქვენი სურვილები, თქვენი მიზნები, თქვენი თქვათ ფინანსური კუთხითაც რაღაცა მომენტში თუ იქნება ის, რომ აი გაგიზდით თქვათ 100 ლარით ხელფასს და დარჩით არა რატო 100 ლარით, როდესაც თქვენ ხართ თქვათ ისეთი შეუდარებელი და თქვათ შეუცვლელი კადრი, რომელიც აკეთებს ძალიან ბევრს და რომელიც მნიშვნელოვანი არის თქვათ სტრუქტურაში, რატომ უნდა დათმოს თავისი პოზიცია და რატომ არ უნდა მიიღოს მაქსიმუმი, ხო? აი აქ არ გამოგეპაროთ ეს მომენტები, იმიტომ რომ რაღაცა პატარა ნაბიჯებმა და პატარა მიღწევებმა შეიძლება საბოლოო ჯამში მაინც მოახერხოს ისე, რომ ნაბიჯი არ გადადგათ და შესაბამისად თუ ნაბიჯს არ გადადგავთ, ეს უკვე თქვენთვის ძალიან არასასიამოვნოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ ნახეთ როგორი მომენტი არის, კარგად დაინახეთ, აი არ შეგეშინდეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს. ანუ ნახეთ რაღაცას რო გადაწყვეტილებას ვიღებთ, ხანდახან არის რომ აი რაღაცა შიში რო არ გამოვიდეს ესე რომ შევწდე და აი ამ მდგომარეობამ იცის ხოლმე ძალიან ბევრი რაღაცის ისე ვთქვათ შემდეგ ადამიანმა შეიძლება წააგოს, ხო, რაღაცა იმ გამარჯვების გზაზე, რომელზეც რეალურად უნდა ყოფილიყო. ასე რომ ამას მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება. ნუ ერთობლიობაში კვირა არ იქნება ძალიან ისეთი რა ვთქვათ, არ ძალიან ემოციით ბედნიერების მდგომარეობა, თუმცა არც რაღაცა ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი თქვათ რაღაცას უდად იგნებს თავს, ხო? უბრალოდ ეს არის ის პერიოდი, როდესაც გადალაგება, გადაფასება და თქვენი მიზნებისკენ სწრაფვა, ანუ თქვენი თავის განვითარება იქნება ეს, პროფესიული განვითარება იქნება, ურთიერთობის განვითარების პერიოდი დგება ეს ამ ერთი კვირის განმავლობაში და თქვენი რაღაცა წინსვლის და ოცნებების ასრულებისკენ დიდ გზაზე პატარა ნაბიჯები, ესე რომ ვთქვათ, ამ კვირაში. ნუ აი ესეთი გამოვიდა ეს კვირის ენერგიები, დამიწერეთ როგორ გირჩევნიათ ერთ ვარიანტად თუ რამოდენიმე ვარიანტად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და შესაბამისად თქვენთვის როგორც იქნება უფრო საინტერესო და მორგებული, მეც მირჩევნია რომ ისე გავაკეთე, რომ უფრო საინტერესო იყოს ეს ყველაფერი. შეგახსენებთ იმასაც, რომ აქციები დაიწყება 1 ივლისიდან და სრული დიაგნოსტიკა იქნება 70 ლარი ყველა სფერო, ანუ ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენს მიერ დასმული კითხვებიც, ხოლო ერთი კონკრეტული საკითხი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, თქვათ, ან მხოლოდ კონკრეტულად ფინანსური კუთხით თუ კარიერული კუთხით 50 ლარი. რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმში, ჩვეულებრივად არის მოქმედი, ჩვეულებრივად შეგიძლიათ დასვათ 5 კითხვა და ვოისებით მიიღოთ პასუხები, რომლის ღირებულებაც არის 30 ლარი. მოკლედ, აი ესეც მინდოდა რომ მეთქვა, მე დროებით გემშვიდობებით.